ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაციამ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აღიაროს, თუ აპრილამდე ახალ არჩევნებს დანიშნავს და გაათავისუფლებს ყველა პოლიტპატიმარს. უკვე ცნობილია შესაბამისი კომიტეტის დასკვნა, რომლითაც საპარლამენტო ასამბლეას მიმართა და ხვალ გავა კენჭისყრაზე. იმისთვის, რომ უფლებამოსილება არ ჩამოართვან, რეჟიმმა ნახსენები პირობები უნდა შეასრულოს. სწორედ ეს დოკუმენტი, როგორც გითხარით, გავა კენჭისყრაზე და ახლა სტრასბურგიდან პირდაპირ ეთერში შემოგვიერთება ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. საღამოშვიდობის ალბათ თინა, დიდი მადლობა მონაწილეობისთვის ჩვენს გადაცემაში. რა მოლოდინი გაქვთ თქვენს? ნიშნავს თუ არა ეს დასკვნა კომიტეტის იმას, რომ ხვალ ამას მხარდაჭერა ექნება უკვე საპარლამენტო ასამბლეაზე? მოგესალმებით, ახლა მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, წიწრებად არ უნდა ვისაუბროთ ამაზე, თუმცა რა თქმა უნდა, მოლოდინი ნამდვილად მაქვს, რომ ეს დოკუმენტი დამტკიცდება, ვინაიდან და რადგანაც მთავარი კომიტეტი, წამყვანი კომიტეტი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილების საკითხზე, არის სწორედ მონიტორინგის კომიტეტი, რომელსაც ქართული დემოკრატიული ძალების სახელით ვესწრებოდი ასევე მე, ჩემთვის იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივი იმისთვის, რომ იქ გაგვეჟღერებინა ქართული დემოკრატიული პოლიტიკური ძალების მოსაზრება, იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან წარმოდგენილი იყო ქალბატონი თეა წულუკიანი და ეკა სეფაშვილი, რომელიც ეცადა ოპოზიციად პოზიციონირებული იყო, თუმცა ბუნებრივია ეს არავინ არ მიიღო. ამიტომ გამომდინარე იქიდან, რომ ამ კომიტეტის დასკვნა უკვე გასაჯაროვდა იმ ფორმით, რა ფორმითაც თქვენ ძალიან სწორად ციტირებდით ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს, არის მოლოდინი იმის, რომ ეს დამტკიცდება პლენარულ სხდომაზე. რას ნიშნავს ეს, რომ გვესმოდეს? ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო იზოლაცია რუსული ოცნების კიდევ უფრო ღრმავდება და იმ ერთადერთ ინსტიტუციაშიც კი, სადაც ივანიშვილს წულუკიანის გამოგზავნის ჰქონდა იმედი, რომ შეინარჩუნებდა საერთაშორისო აღიარებას და მოიპოვებდა საერთაშორისო ლეგიტიმაციას, ეს ვერ მოხერხდა და არ მოხერხდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათი ტექნიკურად დატოვება, უფლებამოსილების ტექნიკურად შენარჩუნება აპრილამდე ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ აპრილამდე ივანიშვილის რეჟიმმა ჩანიშნოს არჩევნები, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ საგაზაფხულო სესია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არის სწორედ აპრილის თვეში. კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც დიდი ალბათობით უკვე საბოლოო ვერსიაშიც იქნება ასახული, რადგან ის დევს ამ სამუშაო ვერსიაში, რომელიც დღეს მივიღეთ მონიტორინგის კომიტეტზე. ბუნებრივია მე ამ კენჭისყრაში არ მონაწილეობდი, იმიტომ რომ ვიმეორებ აქ წარმოვადგენ არალეგიტიმურ პარლამენტს, რომელსაც არ აქვს არც ქართველი ხალხის და არც საერთაშორისო აღიარება, არამედ მოწვეული ვიყავი, ისე როგორც ყველა ჩემი სხვა კოლეგა, როგორც ქართული პოლიტიკური დემოკრატიული ძალების წარმომადგენელი. ამ კომიტეტზე კიდევ ერთი მოთხოვნა იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ჩვენ ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელზე, რომელზეც ინფორმირებულია ყველა დელეგაცია, რადგან ჩვენ შეხვედრებით ჰქონდა არა მხოლოდ მონიტორინგის კომიტეტის ფარგლებსაც რეალურად დებატი შედგა, არამედ ასევე პოლიტიკურ ჯგუფებში. მოგეხსენებათ, რომ ნაციონალური მოძრაობა ეკუთვნის ევროპის სახალხო პარტიას, რომლის ინიციატივითაც დადგა სწორედ უფლებამოსილების ცნობის საკითხი. ახლა თქვენს კადრებში ჩანს ის შვედი დეპუტატი, რომელმაც ეს საკითხი დააყენა, თუმცა მას მხარი დაუჭირეს სხვა დეპუტატებმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან და ასევე ერთ-ერთი მოთხოვნა უფლებამოსილების საკითხის დაყენების არის, რომ მინიმუმ 5 ქვეყანა უნდა იყოს წარმოდგენილი და აქაც გაცილებით უფრო მეტი ქვეყნის დელეგაცია აკეთებდა ამ საკითხს. ამიტომ შეკითხვა მაქვს, თქვენ ახსენეთ წულუკიანი, რომელსაც ასე ვთქვათ ჩაბარებული აქვს ეს საკითხი, ის გამოეხმაურა ასე ვთქვათ იმ თემას, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ და მე წაგიკითხავ ციტატას და მინდა თქვენი კომენტარი ამაზე მოვისმინო. როგორც კი ჩვენ გვეცოდინება დათქმები რა არის, ამბობს წულუკიანი, რა თქმა უნდა, თუ თქვენი სურვილი იქნება, მედიას ეუბნება, იმედი აქვეყნებს ამ ინფორმაციას, მე ისევ გამოვცხადდები თქვენ წინაშე და ჩაგაბარებთ ანგარიშს, რა დათქმები დაგვიდეს და რომელი დათქმა არის მისაღები, მიუღებელი, აღმაშფოთებელი ან მოსაწონი, ამბობს ის.
რას გვეტყვით აი ამის შესახებ, რასაც ამბობს ახლა რეჟიმის წარმომადგენელი სტრასბურგიდან? ხო, ახლა უნდა გაგიზიაროთ მიხედვით იმისა, რომ მონიტორინგის კომიტეტი თავად დახურულია და შესაბამისად იქიდან ტრანსლირება შეუძლებელია ან თუნდაც რაიმე ტიპის აუდიო ან ვიდეო ჩაწერა. მე შემიძლია გითხრათ, რომ თეა წულუკიანი მისთვის დამახასიათებელი უტაქტობით გამოირჩეოდა მომხსენებლების მიმართ, ასევე იყენებდა ტერმინოლოგიას, რომელიც დამახასიათებელია ავტოკრატიისთვის და დიქტატურისთვის და ეს იყო ძალიან მამხილებელი და პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან დაეხმარა ჩვენს საქმეს და საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეს, მათ მხილებას რუსული რეჟიმის რეალური სახის წარმოჩენა წულუკიანის გამოსვლით და მისი დებატებში მონაწილეობით. ჩემი გამოსვლის დროს წულუკიანი ყვიროდა, მაჩერებდა, მას შეახსენეს კიდეც, რომ ის არ იმყოფებოდა საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში, არ იმყოფებოდა ევროსაბჭოში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. რატომ? იმიტომ რომ მან დაინახა რომ არ მოხდება ივანიშვილის რეჟიმის აღიარება, რომ ივანიშვილის რეჟიმს არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ბუნებრივია ეს არის ძალიან მძიმე, იმიტომ რომ ის დამარცხდა, მან წააგო, მან ვერ შეასრულა ივანიშვილის დავალება და რა თქმა უნდა ვერ შეასრულებდა და ეს უნდა ძალიან კარგად ესმოდეს ივანიშვილს, რომ ვინც არ უნდა იყოს მისი ემისარი, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ძალიან ცუდი ემისარი აირჩია წულუკიანის სახით, რომელიც დაეხმარა ქართული დემოკრატიული ძალების და ქართველი ხალხის ამოცანებს ამ ასამბლეაში, რომ გამტკიცდეს რეჟიმის არაღიარების პოლიტიკა და გაგრძელდეს სასანქციო პოლიტიკა. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს მისი ემისარი, სხვა მოცემულობას ის უბრალოდ ვერ მიიღებს და ერთადერთი გამოსავალი, როგორც ეს აღნიშნულია სწორედ რეზოლუციაში, რომელსაც სავარაუდოდ მიიღებს უკვე საპარლამენტო ასამბლეა პლენარულ სესიაზე, ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან არის სწორედ ახალი არჩევნები, არის ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, დებატების მიმდინარეობისას ვისაუბრეთ იმ 53 პოლიტიკურ პატიმარზე, ვისაუბრეთ მზია ამაღლობელზე, ვისაუბრეთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი აქ ახლოს იცნობს და მეგობრობს მასთან და რა თქმა უნდა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ისევე როგორც დამნაშავეების ეგრეთ წოდებული პოლიციელების პასუხისგებაში მიცემა, ესეც სავარაუდოდ ასაფული იქნება საბოლოო ტექსტში. დიდი მადლობა, ქალბატონი თინა, ჩვენ რა თქმა უნდა უკვე ხვალ გვექნება ასევე შესაძლებლობა უფრო ფართოდ ვისაუბროთ ამ თემაზე და როდესაც გვეცოდინება უკვე კენჭისყრის შედეგიც, თინა ბოკუჩავა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში.